არავინ რო არ უნდა ქცემოს, ხო, მაგაზე ხო ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ფაქტია რომ 10 წლის წინ ეს იყო ნორმა. ცოლმა თუ რაღაცა 5 წუთით გვიან მოგიდანა ჩაი, ესე იგი ღირსია ამ სილის, ხო? ანუ მას ეს რეალობაში ვიღავით. ფემინისტი ვარ. ოღონდ მარტო ქალთა უფლებებზე არა, არამედ ეთნიკური აზერბაიჯანელის უფლებებზე მუშაობ. ნუ თავისთავად აქ შედის იორმღალნოც. ქალთა უფლებების კუთხითაც მგონია რომ გაცილებით უფრო წინ ვართ, ანუ როგორც აზერბაიჯანელი ქალები, ვიდრე 7 წლის წინ. მაგრამ არის რაღაცები, რაც დღემდე რაღაცა ისე არ გამოდის, როგორც ჩვენ გვინდოდა. ალბათ მაგის ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის, რომ არ არსებობდა ჩემამდე გამოცდილება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა თვითონ ადგილობრივი ქალების ხმა ისმოდა. ეხლანდელი პერსპექტივიდან რო ვუყურებ, წარსულში თუ ისეთი გამბედავი რადიკალური თუნდაც ნაბიჯებს არ გადავდგამდი ალბათ, დღეს ეს მიღწევა არ გვექნებოდა. თანასწორობა გვინდა, ისეთ გარემო გვინდა, რომ ქალებიც, კაცებიც რეალიზებული იქნებიან, სადაც გოგოს არ სცემენ, გაუპატიურება აღარ გვექნება, ნების წინააღმდეგ ქორწინებები არ იქნება, გოგონები თავისუფლად ივლიან სკოლაში და ასე შემდეგ ძალიან ისე რაღაცებს არ ვითხოვ რა. საბაზისო უფლებებისთვის ვებრძვი ზოგადად თემში. ბევრი ფრონტთან გვიწევს ხო ბრძოლა, ერთის მხრივ რაღაცა უმრავლესობის მხრიდან არ ხარ მიღებული. აი ეხლა ჩემი მეგობარი 2 დღის წინ ცემეს თათარი ხარო აქციაზე რა გინდაო, მიდი აზერბაიჯანში. ანუ ხან ამას ებრძვი სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაცია ებრძვი, როცა ამას ამბობს საჯარო მოხელე ხო პოლიციელი, ვინც უნდა გიცავდეს. ხო და ერთის მხრივ ამაგას ებრძვი, ერთის მხრივ შენ თემს ებრძვი, შენ ოჯახს ებრძვი. ეს ეტაპი უნდა გავიაროთ. მე არ მახსოვს ეგეთი გამოცდილება, რომ რაღაც ისე შვიდად, დინჯად, ცეკვით, უცებ შეიცვალოს რეალობა და ერთ დღეს აღმოჩნდეთ თანასწორ პირობების მქონე სამყაროში, თავისთავად არ არსებობს, არ იარსებობს. მე მგონი ზედმეტად ეგოისტური იქნება ის ნათქვამი, რომ აი არ მეშინია. თავარია მართო შენი ეს შიშები. შეიძლება მეშინოდეს, ოღონდაც არავინ არ უნდა იცოდეს ეგ. კაცებმა არ უნდა იცოდეს რომ მეშინია, მათ რეალურად ძალიან მეშინოდა ეხლა რაღაც 50 კაცი რო არის სადღაც სივრცეში ხო და შენ კიდევ გინდა რომ იქ შენი ადგილი დაამგვიდრო. პატარა გოგონასთვის ეგ არ არის მარტივი, მართლაც მეშინოდა, ხელები მიგანგალებ და ხმა მეგანგალებოდა. ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი ის არის რომ აი დაამარცხო შენში ეს შიში და მე ვფიქრობ რომ ეს შევწელი მე დღეს რა ვიცი ძალიან ისეთი სიტუაცია რომ შემეშინდოს არ მახსოვს